ასე ვთქვათ, ინფორმაცია, ბევრი ინფორმაცია არ არის ჩვენს ინსტიტუტზე და იმ საქმიანობაზე, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, თუმცა უცხოეთში უფრო გვიცნობენ და ეს ამის შეცვლა გვინდა საერთოდ მეც ინსტიტუტს არამედ ამის კვლევით ინსტიტუტია, ასევე ჩემს კოლეგებს ექიმებს ასეთი ტიპის შეხვედრებს ალბათ ჩვენც უფრო ხშირად გავმართავთ. ჩვენი კოლეგა უნდა ყოფილიყო ჩვენთან ერთად ქალბატონი მარინა თედიაშვილი, ერთ-ერთი ლაბორატორიის გამგე სამწუხაროდ საოჯახო პირობების გამო ვერ მოვიდა ამ პრობლემები შეექმნა, ამიტომ მე მოგახსენებთ ზოგადად რა არის ეს ბაქტერიოფაგი, რას ვლაპარაკობთ. მოკლედ, ბაქტერიოფაგი არის ვირუსი. ვირუსის ხსენებაზე ყველას რაღაცა ვაყოფით ემოციები გვიჩნდება. ეს არის კარგი ვირუსი, რომელიც კლავს მხოლოდ ბაქტერიას. ბაქტერიას ისიც არჩევით. კლავს ცუდ ბაქტერიას, ამოიცნობს და კლავს ცუდ ბაქტერიას და არ ეხება ნორმალური ფლორის შემადგენელ ბაქტერიებს, ასე ეგრეთ წოდებულ კომენსალ ბაქტერიებს. ბაქტერიოფაგი, როგორც ვირუსი, შედგება ნუკლეინის მსგავსად, ხო, ან დნმ-ია მის შემადგენლობაში, ან რნმ. გარედან დაფარულია ცილოვანი კაფსულით. შიგნით, ესე იგი, როგორ ხდება თვითონ უჯრედთან დაკავშირება, ხო? ბაქტერიოფაგი ამოიცნობს რეცეპტორს სპეციფიურად ბაქტერიაზე რეცეპტორს, მიემაგრება ამ რეცეპტორს, შემდეგ ეს სპეციალური ცილების საშუალებით ხვიტავს ბაქტერიის ზედაპირს და ის ნუკლეინის მჟავა, რომელიც მასშია, გადაედინება ეს ინჯექშენია, ხო? აი გადაისროლება ბაქტერიაში. სპეციალური ცილები გაჭრიან ბაქტერიის ქრომოსომას, ძალიან უბრალოდ ვაკლებთ. იდეა ასეთია ბაქტერიოფაგის მოქმედების, ჭრიან ქრომოსომას და გამოთავისუფლებული ნუკლეოტიდების ხარჯზე აწყობენ თავის მსგავს ახალ ბაქტერიოფაგებს. ერთი და შემდეგ სპეციალური ცილები ჭრიან, ანუ ხვევებს უკეთებს ბაქტერიას და ფაქტიურად ბაქტერია იღუპება. გამოდიან ბაქტერიოფაგები ამ დაშლილი უჯრედიდან ასნებობენ შემდეგ და ეს არის ეგრეთ წოდებული ჯაჭვური რეაქცია. თვითონ დაშლილი ბაქტერიიდან გამოდის მინიმუმ 40-დან 100, 150, 200 და ასე შემდეგ. ეს არის ეგრეთ წოდებული რეპროდუქციული ციკლი ბაქტერიოფაგის, მისი გამრავლების ციკლი. ეს ვირუსები, ბაქტერიული ვირუსები, ცხოვრობენ ყველგან აბსოლუტურად. ბუნებაში, ოკეანეებში, ზღვებში, ჩვენს ზედაპირებზე, ყველგან, ჩვენს ორგანოებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალება ბიოლოგიური ობიექტები არის. ყველაზე გავრცელებული. დაახლოებით 1029-1032 შეისწავლეს სან-დიეგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა ოკეანის ზღვაში. დაახლოებით მერე მოხდა გადათვლა, რომ ჯამური რაოდენობა ბაქტერიოფაგების არის 1032. საკმაოდ გავრცელებულები არიან, ხო? არსებობენ სხვადასხვა ტიპის ეს ბაქტერიოფაგები. ხო, პირველი, რომელზედაც ჩვენ მუშაობთ და ვიყენებთ ფაგოთერაპიისთვის, ეს არის ეგრეთ წოდებული ვირულენტური ვირუსები. რას ნიშნავს, რომ ნებისმიერ პირობებში ესენი ამოიცნობენ სპეციფიურ ბაქტერიას და კლავენ. საბოლოო მიზანი ამ ვირულენტური ბაქტერიოფაგის არის უჯრედის დაყოფა, მოკლა. არის მეორე ტიპის ბაქტერიები, ეგრეთ წოდებული ზომიერი ბაქტერიოფაგები, რომლებიც ისინი ჩასმულები არიან ეგრეთ წოდებულ ბაქტერიის ქრომოსომაში და მათ ძენენ ბაქტერიებს, ძენენ განსაკუთრებულ თვისებას, მაგალითად ტოქსინის წარმოქმნის თვისებას, მაგალითად ანტიბიოტიკო რეზისტენტული გენების გადატანის თვისებას და ასეთ ბაქტერიოფაგებზე ჩვენ არ მუშაობთ. მუშაობთ რაღაცა გარკვეული თეორიული პროექტები გვაქვს, მაგრამ ფაგოთერაპიისთვის ასეთი ტიპის ვირუსები არ გამოიყენება. ანუ შეთანხმებულები ვართ, რომ ყველა შემთხვევაში უნდა გქონდეს ვირულენტური, ეგრეთ წოდებული ის ვირუსი, რომელიც იწვევს ბაქტერიის სიკვდილს. არსებობს სხვადასხვა ეს ვირუსები, ბაქტერიული ვირუსები, ძალიან საინტერესო ობიექტები არიან და ჩვენ ვცდილობთ, რომ აი წლების მანძილზე და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვისწავლოთ დეტალურად ეს ვირუსები, რას ვიღლებთ და რას ვიყენებთ ეგრეთ წოდებული თერაპიისთვის, ხო? ელექტრონული მიკროსკოპი პირველად უნდა დავადგენოთ, როგორი ტიპის მორფოლოგია აქვს, შემდეგ ბიოლოგიას ვსწავლობთ, აი მის რეპროდუქციულ ციკლს, რომელიც მე უკვე ვახსენე,
მათ მაგალითად გარემოს ფაქტორების გავლენას ამ ვირუსებზე რა ხდება ტემპერატურის pH-ის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? თბო მედეგობას მაგალითად, იმიტომ მას ვიყენებთ ისეთ პირობებში ფაგებს თერაპიისთვის, როდესაც ეს ამ პირობების გარემოს ზეგავლენის შესწავლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. და მესამე ძალიან ასევე მნიშვნელოვანი, რომელიც ახლა ბოლო 20 წელია დაიწყო, ეს არის გენომის გაშიფრვა. ანუ გენომის გაშიფრვა იმისათვის, რომ დავადგინოთ ნამდვილად ვირულენტურია ეს ვირუსი, თუ არა აქვს, თუ არა მას მაგალითად სული არასასურველი გენები, ეს არის ანტიბიოტიკორეზისტენტობის გადამტანი გენები, თუ ტოქსინის წარმოქმნელი გენები და ასე შემდეგ. იმისათვის, რომ დავადასტუროთ ეს ნამდვილად კარგი ფაქტია, იმისათვის, რომ ფაგოთერაპიისთვის გამოიყენოთ. მორფოლოგია ძალიან მრავალფეროვანია, მაგრამ არის ძირითადად სამი ტიპი. ეს არის პირველი ტიპი. ფაგი, რომელსაც აქვს იკოსაედრის ფორმის თავი, ძალიან მოკლებული, ეგრეთ წოდებული პოდობილიდან. შემდეგ არის მეორე ტიპის, რომელსაც აქვს თავი და გრძელი მოუქნელი ან უკუმშვადი კუდი, ეგრეთ წოდებული სიფობილიდან. და მესამე კლასიკური T4-ის, კლასიკური ფაგები, რომელსაც ქვიათ ეგრეთ წოდებული მიომრიდე ფაგის თავი, ისე იკოსაედრი კუდი, რომელიც იკუმშება და ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელია. ძალიან ბევრი თითო ბაქტერიას, თითქმის ყველა ბაქტერიას აქვს თავისი ვირუსი, რომელიც ასე შევხედოთ, ხო? თავარია რომ ვიპოვოთ ჩვენ ის ვირუსი, რომელიც შეიძლება მე აი ამ ბაქტერიის მიერ გამოწვეული დაავადების საწინააღმდეგოდ გამოგეყენა. ასეთული ეს ადვილი არ არის, არსებობს ბაქტერიები, რომელსაც ადვილად გამოყოფ ამ ვირუსებს, მაგალითად ნაცლავის ჭრედის, სტაფილოკოკის, პსევდომონას, კლეფსიელას მიმართ, მაგრამ არის ვირუსები, რომელიც ძალიან რთული გამოსაყოფია, მაგალითად ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ, რომელიც ერთ-ერთი განსაკუთრებით საშიში პათოგენია. ჩვენ 3 წელი მაგალითად ძალიან დიდი პროექტი ჰქონდა ფრანსის ელატულარესის, რომელიც ასევე საშიში პათოგენია ვირუსის გამოსაყოფად, რომელიც ბოლოს გამოყავთ, მაგრამ არასტაბილური იყო და ვერ გამოგეყენებთ. ანუ ეს ბიოლოგიური მრავალფეროვნება განსაზღვრავს იმ შესაძლებლობებს, რომელიც ამ ბაქტერიოფაგებს აქვს. ეს ალბათ მარინასი შემდეგ მოგახსენებთ ჩვენს. გადავიდეთ. Შეიძლება ძალიან სრულიად გასნიშნავს ბაქტერიის თვითმომცირებელი ვირუსებია, ფაგები სპეციფიურად გამოირჩევიან ძალიან მაღალი სპეციფიური მინდა ვთქვათ, მაგალითად ნაცლავის ჭრედის ბაქტერიოფაგი ვერაფერს ვერ მოკლავს სტაფილოკოკის სტაფილოკოკს მაგალითად. აი სპეციფიურობა ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზმოქმედებაა ფაგების უჯრედებს, რაც ძალიან დიდ ოპერაციას ანიჭებს ამ ბაქტერიოფაგებს, ხო? აი ზუსტად ამ თვისებაზე დაახლოებით ჩვენ ვიყიდებთ მათ ბაქტერიოფაგებს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ, როგორც სამკურნალოდ, ასევე პროფილაქტიკისათვის. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამასაც მინდა გავუსვათ ხაზი, არ არსებობს არანაირი კორელაცია ანტიბიოტიკორეზისტენტობას და ფაგორეზისტენტობას შორის. ესე იგი, ფაგები შეიძლება გამოიყენონ ნებისმიერი ბაქტერიის, მათ შორის მრავლობენ ანტიბიოტიკორეზისტენტობის ბაქტერიის საწინააღმდეგოდ. როგორ მოქმედებს ახლა ეს ბაქტერიოფაგი, ხო? პირველი რაც უკვე მოგახსენებთ, ამოიცნობს და კლავს შესაბამის სპეციფიურ ბაქტერიას და მეორე რაღაცა გარკვეულწილად აძლიერებს არასპეციფიურ იმუნიტეტს. ეს ძალიან ბევრი და ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა
იმუნოლოგიის ზოგადად საფუძვლების და ჩამოყალიბების შესახებ თქვა ინფექციური დაავადების შემთხვევაში, მაგრამ ფაგიც ითვლება, რომ არის ერთ-ერთი იმუნოსტიმულატორი. ძალიან ბევრი ცხოველური, ეგრეთ წოდებული ცხოველური მოდელური ცდები არის ჩატარებული, როგორ ხდება ამ ანტისხეულების ასე ვთქვათ, დაგროვება და ფორმირება, ხო? ინტრავენული გამოყენებისას მხოლოდ მაქსიმალურად რაოდენობა ანტისხეულების იზრდება 14-დან 21 წლის ჩათვლით. რას ნიშნავს ეს, რომ ჩვენი ყველანაირი პროცედურა ითვალისწინებს ამ პერიოდს. მაქსიმალური გამოყენება შეიძლება ფორდეს ექიმები დამატებენ 2 კვირა, 20 წლის განმავლობაში გააჩნია ეს რა ინფექციურ სიმპტომებს ლაპარაკობ, მაგრამ თუ ფაქტ მუშაობს, მუშაობს ერთი კვირის განმავლობაში გააჩნია რასაკვირველია დაავადებას. ეხლა ცოტა ისტორიის შესახებ, ხო, ეს ფაქტებს ძალიან ბევრი მეცნიერი მუშაობდა, ძალიან ბევრმა ნახა ეს ფენომენი, პირველი ეს იყო 1915 წელს ბრიტანეთში, ფრედერიკ ტორპმა ნახა რაღაცა ჭამდა ბაქტერიას, მაგრამ ვერ ახსნა ეს ფენომენი. მე 2 წლის მერე ფელიქს დერელი, რომელიც იყო ფრანგი კანადელი მეცნიერი, პასტერის ინსტიტუტში მუშაობდა, მან ნახა ესეთ შემთხვევები აღმოჩნდა, როგორც ანტიბიოტიკებისა დარჩა ფინჯნერი მაგიდაზე და რაღაც 4-5 დღის შემდეგ შეამჩნია, რომ რაღაცა ესეთი გამჭირვალე ბოლები იყო პეტრეს ფინჯანზე და მე ვთქვა, რომ ეს რაღაცა ბიოლოგიური ობიექტი, რომელიც ჭამს ბაქტერიას და დაარქვა ესეთი ეწოდებული ბაქტერიის მჭამელი ბაქტერიოფაგს. შემდეგ 2 წლის მერე ზუსტად ამ ფელიქს დერელმა გამოიყენა ეს ბაქტერიოფაგები 12 წლის ბიჭის გადასარჩენად, რომელსაც ჰქონდა დიზენტერია. და იმისათვის, რომ დაერწმუნებია მშობლები, რომ დაელიგათ ამ ლიზატი, ეგრეთ წოდებული ფაგები, ბაქტერიული ლიზატი, თვითონ დაალია ჯერ ლაბორატორიას დაალებინა და ნახეს, რომ არანაირი რეაქცია არ ჰქონდა და შემდეგ ეს ბავშვი გადარჩა. ეს იყო პირველი კლინიკური გამოყენება ბაქტერიული ფაგის. შემდეგ პირველი სამეცნიერო სტატია გაჩნდა 1921 წელს, ეს პასტერის ინსტიტუტიდან წამოვიდა და 27 წელს უკვე ფელიქს იგივე ფრანგულ მეცნიერმა გამოიყენა ბაქტერიოფაგები ქოლერას საწინააღმდეგოდ კალკუტაში, ინდოეთში და ეს იყო უკვე ძალიან მასობრივი გამოყენება ფაგის.